ოპონენტებს, იმიტომ რომ ყველასთვის ნათელია რომ ადამიანი რომელიც იმ დროს ჩავიდა ბათუმში, როცა სამწუხაროდ ის ვანდალიზმის ფაქტები უკვე მძვირვარებდა და მანქანები იწოდა და მან აბსოლუტურად არასწორი, მე ესე ვიტყოდი, სულელური განცხადება გააკეთა და ნაციონალური მოძრაობისთვის ძალიან დამაზიანებელი, რის გამოც ის პარტიიდან გაერიცხა, იმიტომ რომ ამ განცხადებამ სპეკულაციების საშუალება მისცა ხელისუფლებას და მავანს რომ შეეცადონ გადმოაბრალონ ეს ვანდალიზმი რატომღაც ნაციონალურ მოძრაობას, მხოლოდ იმის გამო რომ ჩვენ მშვიდობიან აქციას დაუჭირებთ ხარი. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი არანაირად არ არის ორგანიზატორი, ანუ ბუნებრივია ის ვერანაირ ორგანიზებაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა, თუ არავის არ დაელაპარაკებოდა ან თუნდაც ტელეფონით ან მანამდე, ანუ ეს ყველაფერი ხდებოდა სამწუხაროდ, რაც ის ცუდი ამბავი, რაც დასაშინელება, რაც ხდებოდა ბათუმში. ის რომ მან ეს არასწორი და აბსოლუტურად გაუაზრებელი განცხადება გააკეთა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ როგორც მოქალაქე ჩვირკვია და ამ შემთხვევაში არა მარტო მოქალაქეა ის მიუხედავად პარტიიდან გარიცხვისა, რაც მასზე ძალიან დადებითად მეტყოლებს, ის კვლავ აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის ხარდაჭერას, რადგანაც ის ამ იდეებით ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ამის გამო ის პატრიოტიზმს იმსახურებს. ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ ადამიანს რომელსაც ესეთ დანაშაულს აკერებენ და სინამდვილეში ამითი ვიღაცა სხვას, ვინც მართლა იყო ორგანიზატორი, ფარავენ, არ გამოვესარშლოთ და არ გამოვხადოთ. თქვენ მხოლოდ ჭვირკიას მიმართ გაქვთ ასეთი სოლიდარობის განცდა, არა ღოღობერიძის მიმართ. ღოღობერიძეც ალბათ ამ თვალსაზრისით, ამ გაგებით გარკვეულწილად შესაძლოა არც იყო ორგანიზატორი, მაგრამ ჩვენ ღოღობერიძეზე ვერ ვილაპარაკებთ, ვერც ასე, ვერც ისე, იმიტომ რომ ღოღობერიძე ბათუმში იმყოფებოდა. ჭვირკვია ბათუმში ფიზიკურად არ იმყოფებოდა და არსებობს ალბათ თუ გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისი სატელეფონო საუბრების ამოღების საშუალება, თუნდაც რომ ეს ადამიანი ვიღაცას თუნდაც იმ ვანდალიზმში მონაწილეობის მიმღებთაგან ესაუბრებოდა და ასე შემდეგ, ამის დამტკიცება შეიძლება და მეორე ადამიანი, ასე ვთქვათ, უკვე ცნობილი იყო როგორც კაცი, რომელიც ერთგვარად მოუწოდებდა ამგვარ არეულობებს, მას ეს თავის Facebook-ის გვერდზეც კი აქვს დაწერილი, ამიტომ აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. არა იმიტომ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი ჩვენი მოწინააღმდეგეა და ჩვენს ოფიცებს კვერცხებს ესროდა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლს კვერცხებს ესროდა და მოკლედ ჩვენი ვარაუდით სუსის დავალებებს ასრულებდა. არამედ ამ შემთხვევაში ძნელია ერთნიშნულოვნად ჩვენ თქვათ, რომ ის შეიძლება ყოფილიყო უშუალოდ ორგანიზატორი მიუხედავად მისი განცხადებებისა თუ არ შეიძლება და შეიძლება ერთნიშნულოვნად. ჭვირკიაზე რახან გაკეთდა აქცენტი მაინც და თქვენ მიიჩნევთ, რომ საქმე პოლიტიზებულია, გამორიცხავთ, რომ მოვიდეს მაინც საქმე ნაციონალურ მოძრაობამდე, როგორც ორგანიზატორებამდე ამ კონკრეტული მონაცემის. ბუნებრივია, რანაირად უნდა მოვიდეს ადამიანი, რომელიც უბრალოდ იქ ჩავიდა და აი ამ ვანდალური აქტის მონაწილეების გვერდით დადგა და რაღაც განცხადება გააკეთა, პარტიიდან გავრიცხეთ და ხა როგორ ფიქრობთ ნაციონალურ მოძრაობას, თუ კი რამეს ვაკეთებთ, ჩვენ არაფერი, ვთქვათ, ამ შემთხვევაში საჯაროდ რასაც ვაკეთებთ და საჯაროდ რასაც პოლიტიკას ვახორციელებთ, არაფერი დასამალი არ აქვს, ხო? ჩვენ საჯაროდ დაუჭირეთ ხარი მშვიდობიან აქციას და ამ მოვლენების შემდგომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს, ანუ თავდაყირა დააყენოს მოვლენები და თვითონ გაექცეს პასუხისგებლობას და ვანდალური აქტი დროზე რო არ აღკვეთა ეს ნაციონალურ მოძრაობას დააბრალოს და საერთოდ ჩვენ ორგანიზება დაგვაბრალოს, ეს ასეც კი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად ცილისწამებლურად. ჩვენ ვამბობთ, რომ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმას არანაირად არ ვნანობთ. ჩვენ მომავალში, როდესაც იქნება მშვიდობიანი აქცია, სადაც ხალხი გამოხატავს თავის პროტესტს, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით იქნება ეს კრიმინოგენური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა თუ ამ შემთხვევაში რაც იყო მიზეზი პოლიციის მხრიდან გადაჭარბება თავისი, ასე ვთქვათ, მოქმედებებისა, ყოველთვის დაუჭერთ ხარს მშვიდობიან ღონისძიებას. მით უმეტეს, როდესაც ნაციონალურ მოძრაობამ ხარს უჭერდა მშვიდობიან აქციას, იქ იყო პრაქტიკულად ყველა პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლები. რატომღაც ხელისუფლების გეგმა, სულ არ არის გასაკვირი რატომღაც, მაგრამ ხელისუფლება ესე თავხედურად და ცინიკურად კვლავ ჯიუტად ცდილობს, რომ უკვე ვანდალური აქცია, რომელიც არანაირ კავშირში პირდაპირ უშუალოდ არ არის მშვიდობიან აქციასთან და ეს აბსოლუტურად უნდა გაიმიჯნოს, კვლავ ნაციონალურ მოძრაობისგან იშორს ხერხს. კითხო სწორედ აი ამ თემაზე, ფაქტია რომ თქვენი ოპონენტები ვერ დარწმუნდნენ გამოძიების ვერსიის ავთენტურობაში და